ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეების სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩაერთვნენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევის შესახებ. დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 5-დღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. Ქონდა საშუალება შევხვედროდი ბენეფიციარებს და მათ მშობლებს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ქონდა საუბარი გამოწვევებზე, იმ პრობლემებზე და იმ უნარჩვევებზე, რომლებსაც ბენეფიციარები ამ პროექტის ფარგლებში იძენენ და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. დასრულდა პროექტი, რომელიც მისდათ ისახავდა აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლების სოციალიზაციის და ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა თერაპიულ აქტივობებში. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მშობლებისთვის და ამ პროექტით ჩვენ ვისწავლეთ ჩვენ შვილებთან ურთიერთობა. ჩვენს თავებში დავწმუნდით, რომ მეტი შეგვიძლია ბავშვებმა ისწავლეს თანადგომა, ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული.